ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან სამთავროს ფერის ცვალების დედათა მონასტერში გადააბრძანეს. წმინდანის ნეშტის გამოსვენებამდე ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ღირსი მამის წმინდა ნაწილები კიდევ ერთხელ მოილოცა. წმინდანის ნეშტი სამების საპატრიარქო ტაძრიდან საღამოს 5 საათზე გამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები სასულიერო პირებმა და მრევლმა ეკლესიის კარიბჭემდე გალობით, ლოცვითი მსვლელობითა და დროშებით მიაცილეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ბრძანდებოდა სამებაში და უამრავმა ადამიანმა მოილოცა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები. უდიდესი სიხარულია ეს თავისთავად ეკლესიისთვის. რიგებში იდგნენ საათობით რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი და ერთი სული ქონათ მიმთხეოდნენ ამ წმინდა ნაწილებს და ყველა ბედნიერი მიდიოდა და ზოგმა ორჯერ და სამჯერაც კი შეძლო მოლოცვა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები. შეეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს და ყველა მომლოცველს. ღირსი მამის წმინდა ნაწილები თბილისიდან მცხეთაში ავტოტრანსპორტით გადააბრძანეს, ხოლო მცხეთის ხიდიდან წმინდანის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტერში ხელით გადაასვენეს. შეგახსენებთ, რომ ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის საფლავი 22 თებერვალს გაიხსნა. 2 დღის განმავლობაში მორწმუნეებს წმინდა ნაწილების მოლოცვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეეძლოთ. 24 თებერვალს კი მცხეთიდან საზეიმო ლოცვითი მსვლელობით სიწმინდე დედაქალაქში გადმოაბრძანეს. დღეიდან უკვე ღირსი მამის წმინდა ნაწილების მოლოცვა მრევლს სამთავროს დედათა მონასტერში შეეძლება.